დღეს მოგიმზადებთ ფერად გოზინაღს, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას მრავალფეროვანს გახდის და 2026 წლის გემრიელი და წარმატებული დასაწყისი გახდება. ავიღოთ მოხალული ნიგოზი, ნუში, მიწის თხილი, გოგრის გული და ფსტა. მოვაშოროთ კანი, ნიგოზს და მიწის თხილს. კარგად დავაქუცმაცოთ. ავიღოთ თაფლი, დავასხათ ტაფაზე. მივიყვანოთ ადუღებამდე და გავაციოთ. ასე გავიმეოროთ სამჯერ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თაფლი უფრო შეკრული და წელვადი იყოს. მესამე ჯერზე ცხელ თაფლს დავამატოთ შაქარი და მასთან ერთად ბოლომდე გავხსნათ. ეს იმისთვის, რომ გოზინაღი უფრო გამყარდეს და არ დაიშალოს. შემდეგ გავაციოთ. მეოთხე ჯერზე ისევ გავაცხელოთ. დავამატოთ თხილეული, კარგად ამოვურიოთ და მივიყვანოთ ერთგვაროვან მასამდე. გოზინაღი რომ არ მიიკრას, ხის დაფა კარგად დავასველოთ. მასა გავაბრტყელოთ. და დავჭრათ სასურველი ფორმის ნაჭრებად. გადმოვიტანოთ ლანგარზე. გემრიელად მიირთვით. ასე ტკბილად დაგვიბერდით.